საშნელი პერიოდები გვაქვს გავლილი ქართველ სტომატოლოგებს. პაციენტების უმეტესობა, როდესაც საქმე ეხება იმპლანტაციას, მოდის ქირურგთან და არა ორთოპედთან. კარგი ის თუ ცუდი? ცუდი რა თქმა უნდა. რატომ? პერიიმპლანტიტის შანსი პაციენტს გაცილებით მეტი აქვს, როდესაც მის ანამნეზში კბილების დაკარგვის მომენტში არსებობდა პაროდონტიტი. მოდი ახლა ერთ რაღაცას გეტყვი. ბრალდებულსაც კი აქვს უფლება, რომ პასუხი არ გასცეს შეკითხვას. როდის არის მოსახსნელი პროთეზი სწორი არჩევანი? მოსახსნელი პროტეზი მავნებლობის მეტი არაფერი არ არის. ანუ ვინირი აუცილებლობაა. პასუხს გაგცემ და იმედი მაქვს, რომ ბევრს არ ეწყინება. მივესალმები ჩვენს მსმენელს და ჩვენს მაყურებელს. ჩემი სახელი არის ოლგა და ეს არის ჩვენი სამედიცინო სტომატოლოგიური პოდკასტი. დღეს გვყავს სტუმარი, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს სტომატოლოგიაში, კონკრეტულად კი ორთოპედიაში, თუმცა გარდა ამისა გახლავთ კლინიკის ხელმძღვანელიც. და სხვათა შორის ჩვენს დღევანდელ სტუმარს საკუთარი თვალით აქვს ნანახი თუ როგორ იცვლება პირის ღრუს ჯანმრთელობა ჩვენს რეგიონში, კონკრეტულად კი საქართველოში ქართველ პაციენტებთან. ექიმი ვახტანგ პატეიშვილი გახლავთ სტომატოლოგი ორთოპედი, კლინიკა დენტორიუმის, თუმცა ადრეს სხვა სახელწოდება ჰქონდა მე მახსოვს. ოფიციალურად ეხლა სხვა ქვია, ვპ დენტალი ქვია. შპს ვპ დენტალი. იურიდიულად. ესე იგი კლინიკა დენტორიუმის ხელმძღვანელიც, დამფუძნებელიც არის ჩვენი დღევანდელი სტუმარი, ასევე ორთოპედი და ყოველდღიურად მუშაობს პაციენტებთან და სწორედ რომ შეუძლია რომ თქვას როგორ იცვლება ჰიგიენა, როგორ იცვლება ეს კულტურა, რა არის დღეს უფრო მოთხოვნადი. და სანამ ჩვენ დავიწყებთ საუბარს კონკრეტულად პროთეზებზე, გვირგვინებზე, ვინირებზე, ოდნავ შევეხებით იმპლანტებს, ოკლუზიას, მე იდეაში ბევრი კითხვა მაქვს როგორც ყოველთვის, მაგრამ ნახოთ როგორ ჩავეტევით. სანამ ძალიან საინტერესო კითხვებს დავსვამ, პირველი კითხვა იქნება ასეთი. ვახო ექიმო, როგორ დაიწყე კარიერა, როდის დაიწყო ეგ ამბავი, რამდენი წელი არის ჩვენი კლინიკა ვპ დენტალი დენტორიუმი და ზოგადად მოგვიყევი რა შეცვალე ასევე კლინიკაში ამ ბოლო წლების განმავლობაში. სამწუხაროდ იმდენი წელია გასული, რომ წესიერად არც მახსოვს, როდის მოხდა, რა მოხდა რანაირად. დაახლოებით 32 წლის არის უკვე ჩვენი კლინიკა, 94 წლის ზაფხულში დაფუძნდა, სხვა სახელი ერქვა, მაგრამ გუნდი იგივე ვართ პრაქტიკულად, თითქმის არავინ არ წასულა, ესე შინაურები მიდიან, მოდიან, მაგრამ ერთათა ვართ მაინც ყველანი და მახსოვს გენერატორი გქონდა უზარმაზარი სარდაფის კორიდორის ერთ ბოლოში, რომლის დაქოქვასაც ნახევარი საათი უნდა და საშინელი ხმა ქონდა. საბურავებს რო წვავდით ქუჩებში, ეგეც მახსოვს. დენი არ იყო. საშნელი პერიოდები გვაქვს გავლილი ქართველ სტომატოლოგებს. ეხლა ახალგაზრდებს ძნელად მოახერხებენ ამის დაჯერებას, მაგრამ იყო ესე ფაქტია. ვითარდება ყველაფერი, მადლობა ღმერთს და დენის დეფიციტიც უკვე ძალიან უმნიშვნელოა, მაგრამ გენერატორები მაინც გჭირდება, ეხლა ხანს ვიყიდეთ გენერატორი, ამ ბოლო დროს ხდება რაღაცეები. თუმცა გამოდის რომ ალბათ deep state რაღაცეებს იმუშავება რა ქვია. ჩალიჩობს და აი მაგითო. გვაქვს მოკლედ მომზადებულები ვარ და ვცდილობთ, რომ ავტონომიურობა ჩვენი საკუთრად შეიძლება მაღალ დონეზე გქონდეს, სხვა რაღაცებზე რო არ ვიყოთ დამოკიდებული. განვითარებას რო შევეხოთ ახლა. სტომატოლოგია ხო ვითარდება მთელ დედამიწაზე. ჩვენთანაც არ ჩამორჩება. ხალხიც ვითარდება, ჰიგიენაც ვითარდება. მე მახსოვს ჯერ კიდევ კბილის პასტამდე არსებობდა კბილის სახეხი ფხვნილი. ეგეც კი მახსოვს წარმოიდგინეთ. მაგის მერე გამოჩნდა კბილის პასტები და ეხლა კბილის პასტები იმდენია, რომ თვალები აგიჭრელდება მაღაზიაში რო შეხვალ. სამწუხაროდ მაინდა-მაინც ისე აქტიურად ყველა არ იყენებს პაციენტების მაგალითზე შემიძლია ვთქვა. დღეს ზოგი პაციენტი არ იყენებს. ზოგიერთ ძალიან ცუდი ჰიგიენა აქვს. ყოფილა შემთხვევა, რომ პაციენტი რომ მოდის, ვერ მუშაობ მასთან, ისეთ მდგომარეობაში აქვს ჰიგიენა, ეს რო უთხრა უხერხულია, ამიტომ რაღაცას იგონებ, უნიშნავ ვითომ სპეციალურ პასტას, სპეციალურ ჯაგრის. ეუბნები რომ სამჯერ უნდა გაიხეხოს მაგალითად, დილას აღამოს აუცილებლად, შუა დღეზე კიდე ჭამის შემდეგ, რომ ის რამდენიმე დღე რაც პაუზაა,
ცოტა დაალაგებული მოვიდეს პირისღრუს ჰიგიენით. არსებობს ესეთი შემთხვევები სამწუხაროდ. რას იზამობა? ალბათ არა მარტო ჩვენთან. დედამიწაზე ყველგან არის გაჩნი ადამიანს, ხო? ადამიანი ბევრნაირია. და შენი გადმოსახედიდან ახალგაზრდა თაობა უფრო მეტად არა, ძველ თაობაზე ვლაპარაკობ. ახალგაზრდები უფრო პერფექციონიზმის მიმდევრები არიან პრაქტიკულად ყველაფერში. ძალიან კარგი ახალი თაობა გვყავს, ძალიან. ეს ძალიან კარგია, ძალიან სიამოვნებს ამის მოსმენა. გამოდის რომ შენთან მოდის პაციენტი ესეთიც, ისეთიც. თუმცა იმ პაციენტს, რომელსაც პირის ღრუს ჰიგიენა აქვს საკმაოდ დაბალი და სუსტი, იმას ალბათ უკვე კბილებიც არ აქვს, ან კბილები აქვს ამოსაღები. აი ამ შემთხვევაში რას თავზობ პაციენტს, პროთეზს, მოსახსნელს, მოუხსნელს, იმპლანტებზე, იმპლანტების გარეშე და ზოგადად როდის რა, სად უნდა გამოვიყენოთ? ძალიან რთული შეკითხვაა და ძალიან მნიშვნელოვნად ეს თვითონ პაციენტზეა დამოკიდებული. არის ადამიანი, რომელსაც გაგონება არ უნდა ისევე როგორც კბილის პასტის და ჯაგრისის, ასევე იმპლანტის, ესეთი პაციენტები უმეტესად მოსახსნელ პროთეზს იკეთებენ. და ესეთი პაციენტები, რომელსაც ჰიგიენის ხარისხიც დაბალი აქვს, მენტალობაც თავისებური აქვს, რა თქმა უნდა, უმეტეს შემთხვევაში უკბილოდ რჩება და ჩვეულებრივ მოსახსნელ პროთეზს იკეთებს ზედაყბაზეც, ქვედაყბაზეც და ცხოვრობს ბედნიერად. ძალიან ხშირად იმ პროთეზებსაც ცუდად უვლიან. ეს საერთო ჭირია, როგორც ეთყობა რა, კაცობრიობის. ადამიანების გონებრივი შესაძლებლობები ძალიან მნიშვნელოვნად განაპირობებს ამ ყველაფერს, მათ შორის ჰიგიენასაც, პერსპექტივის გათვლასაც, სამწუხაროდ. და მოსახსნელი პროთეზი რით არის უკეთესი? მოსახსნელი პროთეზი, მე თუ მკითხავ, არაფრით არ არის უკეთესი, მხოლოდ ბიუჯეტურია და უფრო მარტივია გასაკეთებლად. მეტი ვერანაირ უპირატესობას მე ვერ ხედავ. გინდაც მოუხსნელ პროთეზთან შედარებით, გინდაც იმპლანტაციასთან შედარებით. თუ ბიუჯეტზე ვსაუბრობთ, დიდია სხვაობა, 10%-ულად. ძალიან დიდია. ძალიან დიდია. ალბათ რამდენი იქნება? 100%-დან? არა, მეტი უფრო. ალბათ 200-300% იქნება განსხვავება მოსახსნელ პროთეზსა და იმპლანტ შორის. გაჩნია ხა იმპლანტსაც. მოდი დავიწყოთ იმით, რომ კლინიკა დენტორიუმი არის კლინიკა, რომლის მე რამდენადაც ხვდები, რამდენადაც ვიცი, რომლის ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი არის სწორედ რომ იმპლანტოლოგია, პაროდონტოლოგია და ორთოპედია. შესაბამისად, თქვენთან პაციენტი როცა მოდის, იმან უკვე ასე თუ ისე იცის, რომ ამ კლინიკაში მიიღებს მაღალი ხარისხის კონსულტაციას დენტალური იმპლანტაციის გარშემო. აი ამ შემთხვევაში, როდესაც მოდის შენთან პაციენტი, არ აქვს კბილი. შენთან მოდის? თუ მოდის იმპლანტოლოგთან? ვრეკავ ახლა კლინიკა დენტორიუმში, არ მაქვს კბილი, მინდა იმპლანტი, ვისთან და ჩაეწეროს? ეგეც საინტერესო მომენტია. ესეთი ძალიან საინტერესო და კარგი კითხვა დასვი. პაციენტების უმეტესობა, როდესაც საქმე ეხება იმპლანტაციას, მოდის ქირურგთან და არა ორთოპედთან. კარგია ის თუ ცუდი? ცუდი რა თქმა უნდა. რატომ? იმიტომ რომ საერთოდ როგორი მიდგომა ახლა ამ ბოლო დროს, უფრო ამ ბოლო დროს. ძველი მიდგომით, სადაც ძვალს იპოვის ქირურგი, ჩააყენებს იმპლანტს და მერე კისერი იტეხონ და თავი იტეხონ პაციენტმაც და ორთოპედმაც, რომ კბილი დააყენოს, ხო? ახლა მიდგომაა იმპლანტაცია შედეგიდან რო დაიწყოს. კბილი როგორ უნდა დადგეს, კბილი სად უნდა იყოს. პაციენტი ხო იმპლანტს ვერ ხედავს, ხო, რენტგენის გარეშე. პაციენტს ჭირდება კბილი. ანუ გამოდის, როდესაც არასწორად არის ჩაყენებული, ხშირად ხდება ხოლმე ესეთ შემთხვევები, ხანდახან სხვაგან გაკეთებული იმპლანტით მოდის პაციენტი. მქონია შემთხვევა, როდესაც პაციენტს უარს ვეუბნები. ეხლა ხანს იყო ეგეთი შემთხვევა. ვერ გავუკეთებ პაციენტს კბილი, იმიტომ რომ შეუძლებელია კბილის გაკეთება, არასწორი დგომა იმპლანტის. რას ნიშნავს არასწორი დგომა იმპლანტის? აი პაციენტმა რომ გაიგოს. ბევრი მომენტია, მანდა, აი ლოყის ლორწოვანიდან დაწყებული ქრონიკული ტრამვის მიზეზი, რომ შეიძლება იყოს, რომელმაც შეიძლება 1000 პრობლემა გამოიწვიოს ნელ-ნელა წლების განმავლობაში, ცუდი შედეგებით დამთავრებული, ხო? ბევრი მომენტია ესეთი, რომელსაც ხედავს ორთოპედი. ქირურგი, გამოცდილი ქირურგი, რომელიც ორთოპედთან ერთად მუშაობს გუნდში, ხედავს. თუმცა მაინც ასურია. ახალ ბედა, რომელსაც ალბათ არც არასოდეს არ ქონია ორთოპედიასთან საქმე, შეიძლება რომ ვერ დაინახოს. რკალგარეთ შეიძლება დააყენოს კბილი მერე იმპლანტი და იმაზე კბილს უბრალოდ ფიზიკურად ვერ გააკეთებ, ან და გააკეთებ რაღაც საშინელს, რომელიც ან ქრონიკულ ტრავმას გამოიწვევს. ძალიან ცუდი შედეგით პერსპექტივაში. ან და ისეთი ულამაზო კბილი გამოვა, რომ პაციენტი უბრალოდ არ მიიღებს ამ ფაქტს.
და გამოსავალი რა არის? თუ არც ერთი და არც მეორე არ უნდა. გამოსავალი არის, რომ ჯობია ალბათ ორთოპედმა დაგეგმოს ხოლმე, ჯობია ორთოპედთან მივიდეს პაციენტი და უთხრას, რომ აი კბილი მაკლია და რას მირჩევ. თუ საჭირო იქნება ორთოპედი ურჩევს იმპლანტის გაკეთებას, შემდგომი პროტეზირებით, ქირურგთან ერთად შეთანხმებით, რა თქმა უნდა, ყოველთვის ჯობია გუნდური სამუშაო იყოს. სადაც შედის ორთოპედიც, ქირურგიც, პაროდონტოლოგიც. იმიტომ რომ პაროდონტოლოგიური პრობლემები ძალიან მნიშვნელოვნად მომავალ პერსპექტივას ძალიან სერიოზულად განაპირობებს ხოლმე. როგორ და დავიწყოთ თუნდაც იქიდან, რომ აი დადგენილი ფაქტია, მას არ ჭირდება კვლევა უკვე. ვთქვათ ის, რომ პაროდონტოლოგია არის რბილი ქსოვილების, ღრრძილების მკურნალობა და მათი ეს ვთქვათ ჯანსაღ მდგომარეობაში არსებობა. პერიიმპლანტიტის შანსი პაციენტს გაცილებით მეტი აქვს, როდესაც მის ანამნეზში კბილების დაკარგვის მომენტში არსებობდა პაროდონტიტი. ჯანსაღი პაროდონტის ქსოვილის მქონე ადამიანში იმპლანტის დაკარგვის შანსი გაცილებით უფრო ნაკლებია, თუნდაც მოხდეს ცემენტის ფიქსაცია. ცემენტის ფიქსაცია თავად განაპირობებს ნაწილობრივ რისკების მატებას, იმიტომ რომ ღარში ჩამაგრების დროს გვირგვინის შეიძლება გაიპაროს ცემენტი და ჩამოყალიბდეს მუკოზიტი, პერიიმპლანტიტი, ანუ იმპლანტის ირგვლივი ქსოვილის ანთება, რომელიც ძალიან ხშირად იმპლანტის დაკარგვას იწვევს. ამისი შანსი გაცილებით მეტია მაშინ, როდესაც პაციენტი იმპლანტაციის წინა პერიოდში პაროდონტიტით იყო დაავადებული. გამოდის რომ ნახე, პაროდონტოლოგთან და მივიდე ორთოპედთან და მივიდე იმპლანტოლოგთან. ფინანსებთან არის საკმაოდ დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული. ვერ ვიცი რომ მაინდა-მაინც დიდ ფინანსებთან არის ეგ დაკავშირებული. რატომ? თუ დამჭირდა პაროდონტოლოგიური მკურნალობა, თუ დამჭირდა ორთოპედიული შემდეგ იმპლანტაცია. არა? ხო, მაგრამ ეს ხო პერსპექტივას ვთვლით ჩვენ იმის გამო, რაში ვაბანდებთ ფულს, ხო მართალია? ხო ჯობია რომ ეს ყველაფერი დაახლოებით ახლა რასაც ამბობ ოლგა, რამდენი გამოვა ახლა ყველაზე ცუდ ვარიანტში თავისი კომპიუტერული ტომოგრაფიის კვლევით, ექიმთან კონსულტაციით და ყველაფრით გამოვა მაქსიმუმ 1000 ლარი. თავისი მკურნალობით პაროდონტოლოგიურით, ხო? სამაგიეროდ პერსპექტივა გაქვს ბევრად უფრო ნათელი. ექიმსაც შეუძლია მიახლოებით წარმოდგენა შეგიქმნას, რომ შენი იმპლანტაცია დაახლოებით როგორი შედეგით იქნება. დავიწყოთ იქიდან, რომ თუ არ გაივლი კონსულტაციას პაროდონტოლოგიური სტატუსი თუ არა გაქვს დამაკმაყოფილებელი, ქირურგი გამოცდილი და პატიოსანი უბრალოდ უარს იტყვის შენთვის იმპლანტის ჩაყენებაზე. სანამ არ მოგვარდება პრობლემა გააჩნია ახლა ექიმს, რა თქმა უნდა, ზოგიერთმა შეიძლება ქუჩაში დაგიჭიროს, არა თუ უარი გითხრას, მაგრამ რეალურად ესეა და ესე უნდა ხდებოდეს. ნახე, გამოდის რომ ორთოპედმაც უნდა იცოდეს ცოტათი პაროდონტოლოგიის შესახებ, იმპლანტოლოგმაც უნდა იცოდეს, იმიტომ რომ პაციენტი თუ მივიდა ერთთან ცოტა არა, ცოტა უფრო მეტი ვიდრე ცოტა. ხო, არ შეიძლება სხვანაირად. კი. მესმის. ექიმი არ შეიძლება ვიწროთ აზროვნებდეს სამწუხაროდ. ისევე როგორც ალბათ ნებისმიერი ადამიანი თავის პროფესიაშიც, არა მარტო თავის პროფესიაშიც. და ჩვენი სამედიცინო განათლება იძლევა აი ამას ფართო სპექტრს ინფორმაციის თვალსაზრისით, ინფორმაციის მიღების. ცოტა ის ვიცოდე, მოდი ახლა ერთ რაღაცას გეტყვი. ბრალდებულსაც კი აქვს უფლება, რომ პასუხი არ გასცეს შეკითხვას. ასე რომ არ გიპასუხებ მაგ კითხვაზე. კარგი, მაშინ დავუბრუნდეთ იმ კითხვას, სადაც მოსახსნელ პროთეზებს საუბრობდით. როდის არის მოსახსნელი პროთეზი სწორი არჩევანი? როდესაც გამოუვალი მდგომარეობა რაიმე მიზეზის გამო. სხვა შემთხვევაში მე მოსახსნელ პროთეზს სწორ არჩევნად არ ვთვლი. როგორც ვთქვი, ბიუჯეტი არის ერთ-ერთი მთავარი გადამწყვეტი. პაციენტის ფსიქოლოგია არის პაციენტი, კიდევ ვიმეორებ, რომელსაც გაგონება არ უნდა იმპლანტის. როგორ შეიძლება იმპლანტის გაკეთება? ხო, პაციენტები ბევრნაირია, ხო, ზოგიერთი პაციენტი სისხლის გადასხმის გაგონებაზე უარზეა, ხო? ხო, არსებობს ესეთ პაციენტები, ზოგი ხა რელიგიური სხვადასხვა შიშები ახასიათებთ. არა მარტო შიშები, აი მაგალითად სისხლის გადასხმა არსებობს რელიგიური სექტას ვერ დავარქმევ, იმიტომ რომ არ მინდა ვიღაცის რელიგიას მიმდევრობა ალბათ, ხო, არ მინდა რომ ვიღაცის გონებრივ შესაძლებლობებს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ არსებობს ესეთი მიმდევრობა რელიგიური, სადაც არ შეიძლება სისხლის გადასხმა პაციენტისთვის. არ შეიძლება რამე ეს იმიტომ რომ აბინძურებ. ამდენი არ ვიცი, მაგრამ ფაქტია. ახლა როგორ შეიძლება ადამიანს, რომელსაც ჭირდება ოპერაცია, რომელსაც ჭირდება მაგალითად სისხლის გადასხმა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას, არსებობს ხალხი, რომელიც ამბობს, რომ არა და მორჩა, ხო? ვერ დააძალებ ვერავის, არსებობს პაციენტი, რომელიც იტყვის, არ მინდა, ან საშუალება არ მაქვს.
არ მინდა გაიკეთებს მოსახსნელ პროტეზს. მით უმეტეს მოსახსნელი პროტეზი საკმაოდ ხშირად არის ხოლმე ნაჩვენები, აი იმ ვარიანტების გარეშე, რასაც მე ვამბობ, რომ იმპლანტი არ უნდა, საყრდენი კბილები ხელს არ უწყობს, რომ ხიდი გაიკეთოს, ანუ მოუხსნელი პროტეზი და რჩება ერთადერთი ესთეტიკისთვის და ფუნქციისთვის, რომ ჭამოს, რჩება ერთადერთი მოსახსნელი პროტეზი. განსაკუთრებით უკბილოყბა თუა. და მოუხსნელი როდის არის შეცდომა? მოუხსნელის გაკეთება. მოუხსნელი მაშინ არის შეცდომა, როდესაც საყრდენი კბილები არ არის საკმარისი. აი მაგალითად შეიძლება მორყეული იყოს რომელიმე კბილი, ან ქრონიკული ანთება ქონდეს ისეთი, რომ აკეთებ ხიდს და იცი რომ ცოტა ხანში მაგალითად 1 წლის განმავლობაში, 2 წლის განმავლობაში ის ანთება გამწვავდება და პაციენტი დაკარგავს მთლიანად ხიდს. უმეტეს შემთხვევაში ეს პერსპექტივა ექიმმა იცის. ოდნავ მაინც საჭირო თუ არის პერსპექტივა, რა თქმა უნდა პაციენტს წინასწარ აფრთხილებს, რომ შეიძლება პაციენტს აქვს 20 წლის წინათ ნამკურნალები კბილი, რომელსაც აქვს ქრონიკული ანთება, რომელსაც ნაკლებად აქვს ხოლმე მიდრეკილება გამწვავებისკენ და ეუბნება გაქვს ესეთი კბილი, ენდოდონტიის ჩატარება თავიდან შეიძლება არაეფექტური იყოს. ამიტომ თუ თანახმახარ გავაკეთოთ ესე და დავაკვირდეთ ხოლმე წელიწადში ერთხელ. გავიგე. მოსახსნელი პროთეზი ექვემდებარება შეცვლას? და რატომ უნდა შეიცვალოს? და რა პერიოდში უნდა შეიცვალოს? დაახლოებით 3-5 წლის შემდეგ მოსახსნელი პროტეზი უნდა შეიცვალოს. იმიტომ რომ ახლით, ხო, თუ კი პაციენტი არ ჩათვლის საჭიროდ რომ კონსტრუქცია სხვანაირი ტიპის უნდა იყოს, ან იმპლანტაცია ჩატარდეს, ან ხიდი ჩატარდეს, ხო? არიან პაციენტები, რომელსაც შეუძლია ხიდის გაკეთება და არ იკეთებს. მანდ ის მომენტიც არის, რომ ხიდი შეიძლება ცოტა უფრო ნაკლებად ბიუჯეტურია, ვიდრე მოსახსნელი პროტეზი, არ უნდა კბილების დაზიანება, ну ნაწილობრივ ზიანდება კბილები პრეპარირების დროს, რა თქმა უნდა, ზოგავთ, მაგრამ მაინც მინანქარს, რომელსაც ქლიბავ, ვერაფრით ვეღარ აღადგენის. არ არსებობს ესეთი მასალა, რომ აღადგინოს. ისეთი ბუნებრივი მასალაა ეს, რომ მისი შემცვლელი არ არსებობს. დედამიწაზე არა, სხვაგან არ ვიცი. ბევრი მომენტია, რომელიც პაციენტთან ერთად წინასწარ თანხდება. ეხლა შენ ძალით ვერაფერს ვერ შეთავაზებ პაციენტს. რა თქმა უნდა. ვერც ის ძალით ვერ შემოგთავაზებს ვერაფერს. არის მომენტი, როდესაც პაციენტი კატეგორიულად გეუბნება გამიკეთე ეს და შენ ეუბნები უარს. იმიტომ რომ არ თulis საჭიროდ და არ თulis სწორად ამის გაკეთებას. ემშვიდობები პაციენტს. თუმცა თუ პაციენტი დადიოდა 3 წელი მოსახსნელი პროთეზით. შემდეგ გადაწყვეტა, რომ ოკეი, მე თანახმავარ ახლა იმპლანტებზე. ამ 3 წლის განმავლობაში ხო მიცვლება მისი ძვლის სტრუქტურა. აუცილებლად. ნიშნავს ეს იმას თუ არა, რომ ჯობს ცოტა ხნით გაადადო, ეს თქვა მოსახსნელი პროთეზის გაკეთება, მოაგროვო ფინანსები. ძალიან გლობალური შეკითხვაა. შემდეგ იმპლანტები. უბრალოდ აქ ესთეტიკა ძალიან ალბათ მაგარი შეკითხვაა, ძალიან მაგარი. ძალიან ბევრ მომენტს მოიცავს, დავიწყოთ თავიდან. პროტეზი, გარდა იმისა, რომ მოსახსნელი პროტეზი ხანდახან არის ჩვენება, რა თქმა უნდა, სხვას ვერ გააკეთებ და იძულებული ხარ, რომ პაციენტს აუხსნა და ატარებს პაციენტი მაგ პროტეზს. თორემ ნებისმიერი პროტეზი მოსახსნელი, რომელიც ლორწოვანს ეყრდნობა და ეს დატვირთვა ფუნქციის შესრულების დროს მუდმივად, ღეჭვის დროს ეს პროტეზი აწვება ლორწოვანს, ძვლისაზრდილა ტრავმას იღებს, ამის გამო ძვლისაზრდილა გარბის და იმ ადგილას ძვალი მცირდება. მაგრამ რაღაც მიზეზის გამო ვამბობთ ხოლმე უარს რაღაც სამუშაოს გაკეთებაზე, ან კბილების მდგომარეობა არ გვაძლევს საშუალებას, რომ ხიდი გავაკეთოთ, ან პაციენტს არ უნდა რომ იმპლანტი გაიკეთოს და იძულებული ვართ რომ გავაკეთოთ მოსახსნელი პროტეზი. თორემ მოსახსნელი პროტეზი მავნებლობის მეტი არაფერი არ არის. ძვალი გარბის პირველ რიგში დეფორმირდება, ეს ძალიან ხშირად აი საშინლად თვალში საცემი ხდება, თვითონ პაციენტი გზნობს ამას, კბილების ამოღებიდან დაახლოებით 6-8 თვის თავზე ეს თვალით ჩანს. ანუ მცირდება მოცულობა, თუნდაც ტუჩი ცოტა გარბის ანუ უფრო თითქოს პატარა უფრო. ტუჩი შეიძლება ნაკლებად გარბის, იმიტომ რომ ტუჩის ძირითად მასას მაინც თვითონ პროტეზის ბაზისი იჭერს, ვარდისფერი პლასმასა. მაგრამ ღრძილთან შეღების ადგილი, რომ იყო რამდენიმე თვის წინ და ეხლა რომ კინაღამ თითი შედის შიგნით იმხელა ნაპრალი რო ჩნდება, ხო? ამას პაციენტი ძალიან ხშირად თვითონ ხედავს. ეს განსაკუთრებით სწრაფად ხდება ახალი ამოღებული კბილების შემდეგ. დაახლოებით პირველი 11-12 თვე. და ხშირად პერებაზირება ჭირდება პროტეზს. პერებაზირება არის შიგნითა ზედაპირის პლასმასით შევსება. რომ შეხება ზედაპირთან ღრძილის, ისევ მჭიდრო იყოს. დროთა განმავლობაში ეს პლასმასა მიკრობზარებს იღებს მუდმივი დატვირთვისგან. 1000 ქიმიურ აგენტთან ურთიერთმოქმედება აქვს, ხო, ტემპერატურასთან,
მჟავებთან, პიგმენტებთან და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი პლასმასაზე მოქმედებს ცუდად და ნელ-ნელა პლასმასა ძველდება. ამის გამოც ხშირად ხდება ხოლმე 3-5 წლის შემდეგ პლასმასის შეცვლა. ბაქტერიული ნადები შეიძლება განვითარდეს. ეს ძალიან ხშირად პაციენტზეა დამოკიდებული. პაციენტი, რომელიც კარგად უვლის პროტეზს, რომელიც ნორმალურად იკვებება, ნორმალურად აზროვნებს, მისი პროტეზი შეიძლება 10 წელიც, 15 წელიც მუშაობდეს კარგად. პროცესაც მოვაჭირდება. აუცილებლად. და პროთეზის მქონე პაციენტი რა სიხშირით უნდა მოდიოდეს ექიმთან, ორთოპედთან? საერთოდ ნებისმიერი პაციენტი, რომელსაც შეიძლება არც არავისთან არ ქონია არასოდეს კონტაქტი, ხო? 6 თვეში ერთხელ მაინც უნდა დადიოდეს ექიმთან. ან პროთეზი თუ გაქვს უფრო ხშირად, არ არის საჭირო. არ არის აუცილებელი უფრო ხშირად, მანამდე მისვლა შეიძლება თუ კი რაიმე პრობლემა გაგიჩნდა, ან ნაწოლი გაჩნდა პროტეზზე, ან რამე ტრავმა მიიღე, შემთხვევით, ან რაღაც. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩვენ უფრო მეტად ვსაუბრობთ ასაკოვან პაციენტებზე. მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ მოსახსნელ პროთეზებზე და რა არის ძირითადი გამოწვევა ასაკოვან პაციენტებთან კომუნიკაციის დროს, მათი მკურნალობის დროს? ეგეც სერიოზული შეკითხვაა და პასუხს გაგცემ და იმედი მაქვს, რომ ბევრს არ ეწყინება. ძალიან მნიშვნელოვნად მაგაზე მოქმედებს თვითონ ადამიანის მენტალობა ძალიან ხშირად. და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ფაქტორი არის ასაკი, რა თქმა უნდა. ახალგაზრდები სხვანაირად აზროვნებენ, ხო? სხვანაირ პერიოდში არიან გაზრდილები. შესაბამისად, სხვანაირად უყურებენ ცხოვრებას. ამაში მე ვგულისხმობ იმას, რომ ჩემი სტაჟიდან გამომდინარე, სტაჟიც არა მაქვს ცოტა სამწუხაროდ, მე უფრო შედარებით ასაკოვან პაციენტებთან მაქვს ურთიერთობა. ხო, მე მყავს პაციენტები, რომლებიც 20-31 წელი, ანუ რაც დავიწყე მე მუშაობა, იმის მერე ჩემთან დადიან. შესაბამისად, ადამიანი, რომელიც ახალგაზრდა იყო და უცბად ამ ხნის განმავლობაში მიემატა 32 წელი, ხო? უკვე თლად პატარა ბიჭი აღარ არის. შესაბამისად, ეს პრობლემები ნელ-ნელა გროვდება. ჰიგიენაზეც ვილაპარაკეთ, ცხოვრების წესზეც ვილაპარაკეთ. ძალიან ხშირად ადამიანს საკუთარი თავისთვის არ ცალია. არის ეგეთი მომენტები. სანამ არ წაიქცევა ექიმთან არ მივა. ხდება, ეხლა არავინ არ დაიკვეხნოს და არავინ არ თქვას. შეუცნობელია გზანი უფლისანი, ხო მართალია? არავინ არ თქვას, რომ ეს რაღაცა მას არ გადახდება არასოდეს თავ. შეიძლება. ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ შეიძლება. შესაბამისად არის, ვისაც არ ცალია მაგისთვის. მით უმეტეს ითვლება და მეც ვეთანხმები, რომ კბილები ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი ორგანოა სიცოცხლისთვის. თუმცა უკბილობით არავინ არ კვდება. ცხოვრების ხარისხისთვის, ლამაზი ღიმილისთვის, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ხომ რაც ვიგულისხმე ხომ მივხვდი ადამიანი, რომელსაც შავბნელი 90-იანები აქვს გავლილი, იმისთვის კბილი არ არის დიდად მნიშვნელოვანი. ყველაზე არ ვამბობ, რა თქმა უნდა, ყველაზე არ ვამბობ. უბრალოდ გაჩნე ხა ადამიანს როგორი ცხოვრება აქვს გავლილი. ანუ გამოდის კონსულტაციის დროს, ვახო ექიმთან, ვახო ცდილობს ოდნავ მეტად ამ მენტალობის შეცვლასაც კი. რა თქმა უნდა. ძალიან ბევრს თვითონ აქვს უკვე შეცვლილი. ეხლა ადამიანი, რომელმაც დაალაგა ცხოვრება, იმას შეუძლია საკუთარ თავს უფრო სხვანაირად მიხედოს, კი. დაუთმოს დრო. იმპლანტაციაზე იფიქროს. ის მიდგომაც არ არის სწორი, ძალიან ბევრს ესეთნაირად აქეს უფრო შედარებით ახალგაზრდებს, ვისაც შიში აქვს ექიმის და მედიცინის, არსებობს ესეთი ინფანტილური ადამიანები და ამბობენ, არაუშავს, ამოვიღებ ამ კბილს, სათვალე ახლა ამ კბილისთვის, ამოვიღებ იმპლანტ ჩავისვამ. ესეც არასწორი მიდგომაა, რა თქმა უნდა. ვერანაირი იმპლანტი ყველაზე ძვირფასიც ვერ შეცვლის საკუთარ კბილს. რა თქმა უნდა, ის ახლოსაც ვერ მოვა იმპლანტი საკუთარ კბილთან. იმდენად დიდი უპირატესობები აქვს კბილს. ყოველთვის მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, შევინარჩუნოთ ჩვენი კბილი. რა თქმა უნდა. მე ძვირი დაგუჩნდება როგორც მინიმუმ. მარტო სიძვირეზეც არ არის, უბრალოდ ვერ ჩაანაცვლებ ხარისხიანად. ეცი, კი, რა თქმა უნდა. საკუთარი ორგანო ხელოვნურით რო ჩაანაცვლო სუროგატით, როგორი ხარისხიანიც არ უნდა იყოს, ისეთი ვერ იქნება, როგორც იყო ღმერთის მოცემული. ნახე, ასაკოვან პაციენტებსაც სურთ არამხოლოდ ფუნქციის აღდგენა, სხვა სიტყვებით ღეჭვის აღდგენა, არამედ ესთეტიკაც. რამდენად შესაძლებელია მოსახსნელი პროთეზით გქონდეს ფუნქციაც და კარგი, ლამაზი, ადეკვატური, თანამედროვე, გამჭვირვალე და ასე შემდეგ ესთეტიკა. შესაძლებელია, აბსოლუტურად შესაძლებელია და უმეტეს შემთხვევაში ხდება ეს.
ხანდახან თვითონ პაციენტის ანატომიური აგებულება სახისძულების, ყბისძულების გიშლის ხოლმე ამაში ხელს, თორე უმეტეს შემთხვევაში ეგრე ხერ ხდება. მე რასაც ვამბობ, როდესაც ანატომია გიშლის ხელს, არის ხოლმე რომ ზედაყბა შეიძლება პაციენტს იმდენად გამოწეული ქონდეს, რომ მოსახსნელ პროტეზს გაუკეთებ და ტუჩი რჩება ძალიან გარეთ გამოსული, უშნოდ. ეს რამდენი იქნება? ალბათ იქნება 3-4% ეგეთი. და ღრძილი? აი რამდენად მოსახსნელი პროთეზი და ლამაზი ჯამთელი ღრძილი ესთეტიურად? შესაძლებელია. ისეთნაირად შეიძლება გაკეთდეს, ჯერ ერთი მანდ ყოველთვის ახერხებ, თითქმის ყოველთვის ახერხებ, რომ როგორი ღიმილის ხაზიც არ უნდა კონდეს პაციენტს. ხანდახან არის პაციენტი იცინის ღრძილები უჩანს, ხო? როგორც არ უნდა კონდეს რეალურად საკუთარი ბუნებით ნაქონი ღიმილის ხაზი, ხო? მაგის მასკირებას თითქმის ყოველთვის ახერხებ მოსახსნელი პროტეზით. ოდნავ მასიურ კბილს გააკეთებ და ეგ არის უმეტეს შემთხვევაში თუ კი არ გიშლის პაციენტის ანატომია ამაში ხელს, ხო? ამბობ ესეთ შედარებით ესეთ შემთხვევები უფრო იშვიათია. ოდნავ მინდა შევეხო პაციენტების მოლოდინებს, არა მხოლოდ ასაკოვან პაციენტებზე მაქვს საუბარი, არამედ შედარებით ახალგაზრდა პაციენტებზე. შენი აზრით, როგორ ყალიბდება არარეალური მოლოდინები და რა როლი აქვს სოციალურ მედიას აქ? საერთოდ გამოუტყდები, შეიძლება ვინმეს ეწყინოს, მე სოციალური ქსელები მაინდა-მაინც არ მიყვარს. კი, დღეს მოგწერე დიდი შეტყობინება, და დიდი არ წამიგიწევს, ხო? არა, ერთი სმაილი გამომიგზავნე. ხო, მე ძალიან ხშირად შეიძლება უბრალოდ ვერ ვნახო მთელი დღე ან კიდე მეორე დღეც ვერ ვნახო. მე საერთოდ აი ნატურალური მიყვარს ყველაფერი, ხო? როდესაც არა გაქვს საშუალება რომ ადამიანს შეხვდე და ურეკე მაინც ტელეფონით მოიკითხე რაღაცა ორი სიტყვა უთხარი, ხო? ეხლა შეიძლება მე არასწორად ვაზროვნებ, მესიჯების წერა არ მიყვარს. კი, მივხვდით. მესიჯების კითხვა არ მიყვარს. ყოველთვის მერჩემია ტელეფონზე მითხრეს, ანდა მითხრეს, რომ იცი რა, მოგწერე ანიკ და ნახე. ხდება ესეთი რაღაცები, სოციალური ქსელები ძალიან ბევრ რაღაცის გაუკუღმართებას იწვევს, ურთიერთობების მათ შორის. მე ძალიან ხშირად მინახავს, არა მარტო მე, ეხლა ისეთ გაცვეთილ ბანალურ ფრაზებს ვიტყვი და რამდენჯერმე აი ფეხიციარული მიყვარს ხოლმე და პარკში მინახავს, ეხლა შეყვარებულები არიან აშკარად ზიან და ტელეფონს სკროლ. და ერთი რაღაცას ნახულობს, მეორე რაღაცას ნახულობს. დროს ატარებენ ერთად. ეგ რაღა ერთად გატარებული დრო არის, მაშინ ის იჯდეს სახში, ეს თავის სახში, ონლაინ როგორღაც დაეკონტაქტებიან ერთმანეთს, ხო? ახლა რა ვიცი, შეიძლება ამაში ცუდი არაფერი მეც ვერ ვიტყვი, რომ ამაში დანაშაულს ვხედა, უბრალოდ ესე ვფიქრობ რა. დღევანდელი რეალობა არის ეს. დღევანდელი რეალობა. და როგორ ცვლის ეს რეალობა პაციენტის მოლოდინს, როცა შენთან მოდის და გეუბნება, რომ აი, არა, მაინც და მაინც ეს მინდა. ეგეც მარკეტინგის ნაწილობრივ ისეთ მოლოდინებს აჩენს, რაც ნაკლებად რეალურია ხოლმე. და ძალიან ხშირად ამას აფუჭებს რეკლამა. რეკლამაში ხანდახან ისეთი ინფორმაცია, რომელიც პროფესიონალისტვის აი ძნელი აღსაქმელია, იმიტომ რომ არარეალობაა, მაგრამ რეკლამაში არის ეს მოცემული და პაციენტი უმეტეს შემთხვევაში რეკლამას მოისმენს და როგორ შეიძლება ტელევიზორში თქვეს. ან ჟურნალში ეხლა და ჭრელში, როგორ შეიძლება იქ ტყუილი ეწეროს. ნუ დღეს ინსტაგრამზე და ფეისბუქზე. ხო, გამორიცხულია და ექიმი რო გეუნება, რომ ესე არ არის, ხვანაირად არის, იმ ექიმმა არ იცის. და როგორ უხსნი პაციენტს, რომ ეს მისთვის არ არის სწორი? ეს ძალიან ეთიკური. ყველანაირად ცდილობ, რომ ეს აუხსნა. აი ლოგიკურად დაუსაბუთო, რა თქმა უნდა, ახლა ლიტერატურის გამოღება და მისთვის ახსნა, მისთვის ამ ყველაფრის ცოტა რთული პრობლემაა და ბევრ დროსთან არის დაკავშირებული. პაციენტი ადეკვატური თუ არის და შენ ინდობა თუ აქვს, დაგიჯერებს. თუ არ აქვს, ავა სხვა ექიმთან. იქ ან აუხსნიან ან არა და დანარჩენი უკვე თვითონ იციან, თვითონ იტეხონ კისერი იმ პაციენტმა და მისმა ექიმმა, ხო? თუმცა დღეს პაციენტი უფრო ინფორმირებულია. მაშინ, როდესაც ხელოვნური ინტელექტი არის, უკვე მოდის. რა თქმა უნდა, მაგრამ ხელოვნური ინტელექტიც ხომ აბსოლუტურ ჭეშმარიტებას არ ღაღადებს. ესეც ხომ მართალია. არ ამგონია, რომ როდესმე მოახერხოს მაგისი, აი მაგ ამპლუის დაუფლება ხელოვნურმა ინტელექტმა. არ ამგონია. ღმერთმა უკნას ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ ადამიანის გონება თავისი ინტერპრეტაციებით, მე ვფიქრობ, რომ მაინც უფრო სხვანაირია, ხო? იმან შეიძლება უბრალოდ სხვადასხვა სქემები და რაღაცები დააწყოს. შეიძლება მაგალითად რენტგენის სურათზე ისეთი რაღაცა დაგიფიქსიროს, რაც შენ თვალს გამორჩა. ხო? აი მაგალითად კითხულობ რაღაცას და შეიძლება ერთი 100 ან ერთი სიტყვა გამოგჩა წაკითხვის დროს, ხო?
ისეთივე რაღაც შეიძლება გააკეთოს ხელოვნურმა ინტელექტმა, რომ რაღაცაზე მიგაქცევინოს ყურადღება, თორე დაგეხმაროს, ხო, თორე დიაგნოზი რა ვიცი, მე მგონი არც ერთ ქვეყანაში არ ხდება, რომ AI დასვამს დიაგნოზს და ამას ბეჭედს დაარტყამს რომელიმე ექიმი, რომელიც აიღებს ამას თავის თავზე, საკუთარი კვლევის გარეშე. დიაგნოზს მაინც ექიმი სვამს. კურნალობის სქემასაც და გეგმასაც ექიმი ირჩევს, ჩემი აზრით. თუმცა იყენებს დამხმარე გარკვეულ ინსტრუმენტებს. რა თქმა უნდა, ეხლა იგივე დამხმარე ინსტრუმენტი სათვალეც არის, ხო მართალია? ისე დამხმარე ინსტრუმენტებზე მინდა გკითხო. დიდი ხანია მეგობრობთ, დიდი ხანია ესე რომ ვთქვათ, ვიცნობთ თქვენს კლინიკას და ხშირად ვსტუმრობთ ჩვენი თანამშრომლები და ბოლოს რომ მოვედით, აღმოვაჩინეთ, რომ რაღაც სახის დანადგარი დგას შესასვლელში. ეს არის როგორც ხვდები კატკამ მილინგ საჩარხი. არა, საჩარხი არ არის. 3D პრინტერია და იქ იმიტომ დგას, რომ სხვა ოთახში სადაც გვიდგას სხვები, იქ უბრალოდ ადგილი არ იყო მისთვის. თუმცა საინტერესოა, პაციენტი ზის და უყურებს ამ დროს რა ხდება, როგორ ხდება. მან ახლა კურიოზული მომენტებიც ხდება. ერთ-ერთ პაციენტს ესეთი კითხვა გაუჩნდა ჩვენს რეგისტრატურაში გოგოებს კითხა რომ ყავა გათავდა, ხო? ყავის აპარატი ეგონა. ოკეი. ასე რომ შეიძლება რაღაც კონფუზიის მიზეზიც გახდეს ეს. მაგრამ ისე თვითონ საინტერესო აპარატია, მეც რამდენჯერმე სპეციალურად დამდგარმა და მიყურებია, აი როგორ მუშაობს, აი როგორ ფილიგრანულად, რაც ჩემთვის ძნელი ასახსნელია. რას აკეთებს პრინტერი? რას აკეთებს? ნებისმიერი ფორმის და კონფიგურაციის ფიგურას დაგიპრინტავს. ანუ კბილსაც. ყველაფერს ახლა რეალურად კბილისთვის არის, ახლა ჯერჯერობით ტესტირების რეჟიმშია და შეიძლება რთულ ფიგურებს ვაძლევთ, რომ დაბეჭდოს, რომ წარმოვიდგინოთ როგორია სიზუსტე. და ჯერჯერობით ვერაფერი ცუდი ვერ ვუპოვეთ. ანუ გამოდის, რომ კბილს დამზადებს ეს დანადგარი. კი, მაგრამ ეს ჯერჯერობით იქნება ლაპარაკი მხოლოდ დროებით კბილებზე. დროებით კბილებზე. გავიგე, ანუ აქ ადამიანი და ტექნიკოსი უკვე არაფერ შუაში არ არის. კბილის ტექნიკოსი. როგორ არა. ძირითადად ახლა კატკამი თვითონ რას განაპირობებს ახლა კომპიუტერული მოდელირებაც არის და დანარჩენს უკვე ჩარხი აკეთებს, ხო? მოდელირების, ხო, რა თქმა უნდა. იმ დიზაინს ერთად ქმნიან ექიმი და ტექნიკოსი პროგრამაში. სპეციალური პროგრამები არსებობს, ხა აღარ დავასახელებ, სხვადასხვანაირები. არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცნობილი, რომელსაც პრაქტიკულად მთელ დედამიწაზე, მათ შორის თბილისშიც მაგას ხმარობენ ყველანი და იქ ის გაძლევს თავის რჩევას პროგრამა, მაგრამ ძირითად გადაწყვეტილებას მაინც შენ იღებ. ის გეუბნება, რომ ესე ჯობია, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას შენ იღებ. ისევ და ისევ ის არის დამხმარე, თუმცა გადაწყვეტილებას იღებს ადამიანი. ხო და რასაც ეთყვი უკვე, აი ეს მინდა და всё, აღარ გეკითხები არაფერს. აი ეს მინდა. გეთანხმება და გიკეთებ ზუსტად იმას, რასაც შეუკვეთავ. დამხმარე ინსტრუმენტებზე ვიცი, რომ პირის ღრუს ინტრაორალური სკანერიც გაქვთ. რა არის ინტრაორალური სკანერი? არის შენია პაციენტს? არა, პირიქით უხარია. კითხები ხარ უჩნდებათ, აქვს თუ არა გამოსხივება, თქვა. უჩნდებათ ხოლმე, მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ახლა მე რო ჩემ პაციენტებზე ვილაპარაკე და ჩემს ასაკზე ვილაპარაკე და პაციენტების ასაკზე, რომლებიც რამდენიმე ათეული წლებია ჩემთან ერთად მოდიან, ხო? მე აი ძალიან იშვიათად შემხვედრია პაციენტი, რომელმაც უკვე არ იცის რა არის სკანერი. რო ვეუბნები, რომ ეს ციფრული ანაბეჭდია და ეს სკანერია, შეკითხვები პრაქტიკულად არ არსებობს გარდა იმისა, რომ აი როგორი ყოფილა. იციან უკვე. გამდის რომ პაციენტიც მართლაც ინფორმირებულია. რა თქმა უნდა, ეს ცივილიზაცია აკეთებს თავის საქმეს. რა თქმა უნდა. რეკლამაც არის, ერთმანეთში ჭორაობაც არის, ერთი მეორეს რომ მოუყვება, ეგეც არის. საქართველოს პატარა. ერთი პაციენტი მეორეს ეტყვის. ნახე, საქართველოს პატარა და გართულებების შესახებაც ვრცელდება ინფორმაცია ძალიან სწრაფად. იცი რა არის? შეიძლება ერთმა მოყოფილმა პაციენტს მეორეს უთხრას რომ და ვახო იქიმი რა კარგია და შესაბამისად ამას ქვია რეფერალ სისტემ, შეიძლება მოიყვანოს, რა ვიცი, 5 ახალი პოტენციური პაციენტი შენთან, მაგრამ თუ ვაი და ერთ პაციენტს რაღაც არ მოეწონა, ისე გაავრცელებს ამ ინფორმაციას თუნდაც სოციმედიით, რომ 500 კაცი არ მოვა. აი, ახლა კითხვა მაქვს ესეთი. ძირითადად რა გართულებებს ხედავ შენ პროთეზირების დროს? ნებისმიერ პროთეზირების დროს. და ზოგადად არ ახარისხენ დავიწყოთ იქიდან, რომ ყველა ადამიანი შენი კმაყოფილი არ იქნება.
ყველა ადამიანის შენი მეგობარი არ იქნება. ხო, ძალიან ბევრი სუბიექტური მომენტია მან, რომელსაც ვერც გათვლი წინასწარ და ვერც შეცვლი. პროტეზირების დროს ძირითადი პრობლემები რაც იქნება, ამას პერსპექტივას ექიმი უმეტეს შემთხვევაში ხედავს თვითონ სანამ დაიწყებს სამუშაოს და ეს შეუძლია პაციენტს აუხსნას. ისიც შეუძლია უთხრას, რომ საშუალოდ პროტეზი 3-5 წელი იმუშავებს, საშუალოდ ხიდი დაახლოებით 7-10 წელი იმუშავებს, ხო? იმპლანტმა შეიძლება მთელი ცხოვრება იმუშაოს, თუ კი პაციენტს ენდოკრინული პრობლემები, ჯანმრთელობის პრობლემები და ასე შემდეგ თუ არ ექნება, ხო? ძვალი თუ არ შეიცვალა, ნორმალური ჰიგიენა თუ არის, ძვლის რესურსი თუ ისეთი იყო თავიდანვე, რომ არავითარი ეჭვი არ ჩნდებოდა ექიმისთვის, თორე პაციენტი როგორ მიხვდება ეგეთ რაღაცებს. აქედან გამომდინარე, რა რამდენ წელს იმუშავებს ძალიან ძნელი სათქმელია, მაგრამ საშუალო თარიღები და საშუალო ვადები მიახლოებით ვიცით. ვიცით, რომ პროტეზი დაახლოებით 5 წლის შემდეგ უნდა შეიცვალოს, ხიდი დაახლოებით 10-15 წლის შემდეგ უნდა შეიცვალოს და იმპლანტი შეიძლება მთელი ცხოვრება იყოს. თუ კი არ იქნება იქ ძვლის დეფიციტი მომავალში წარმოქმნილი, თუნდაც რაიმე თანხლები დაავადების ფონზე, რომელიც პაციენტს არ ქონდა და 10 წლის შემდეგ გაუჩნდა. ხო, შეიძლება ესეთი ამბავი. სხვანაირად პრობლემებზე ესე ლაპარაკი წინასწარ რომ ესე იქნება და ისე იქნება ცოტა ძნელი ამბავია. აი გატყდა პროთეზი. პროტეზი თუ გატყდა, იმპლანტი ამოვარდა, ღრძილი გამექცა, რაღაც ანთება მაქვს. აი ეს არის თორე ხშირი გართულებები? არა, ხშირი გართულებები არ არის მადლობა ღმერთს, მაგრამ მაგ გართულებებისგან დაცვა წინასწარ არასოდეს არ აგვაქვს. გარდა პერსპექტივისა და გარდა სწორი ტაქტიკისა. გარანტია არ არის. არ არის გარანტია, რა თქმა უნდა. უბრალოდ გარანტია როგორ შეიძლება იყოს, ჩვენ გვაქვს მაგალითად ესეთი გარანტია კლინიკაში, რომ 1 წლის განმავლობაში სამუშაოს რაიმე თუ მოუვიდა, თავს ვერ დადებ რომ არ მოუვა. თუ კი მოუვიდა რაიმე, უფასოდ უკეთდება პაციენტს. მიუხედავად იმისა, მოდიოდა თუ არა ჩეკაპზე ყოველ საერთოდ ვცდილობთ პირველი 1 წელი და 2 წელი უმეტეს შემთხვევაში დადიან ხოლმე ჩეკაპზე. და მერე ნელ-ნელა უკვე მერე მიეჩვია, მერე უკვე კარგად ნელ-ნელა არის ყველაფერი. ვახო ექიმო, გვირგვინი და ვინირი, რა შეასხვაობა და როდის რას ვირჩევთ? ორივე პრინციპში რაღაცისგან განპირობებული, რაღაცა მიზეზისგან განპირობებული აუცილებლობაა, ხო? ანუ ვინირი აუცილებლობაა. აუცილებლობა გააჩნია პაციენტი რანაირად აზროვნებს. მოდის პაციენტი და გეუბნება, რომ კბილის ფორმა არ მომწონს და ფერი არ მომწონს. რას უზამ? აუცილებლობაა. გეუბნება, რომ სიცოცხლეს მიმწარებს ესეთი ფერი, ესეთი ფორმა. აი რას იზამ? არ არის აუცილებლობა. რატომ მაშინ გვირგვინი? გვირგვინს უფრო მეტი პრეპარირება ჭირდება. ვინირს ბევრად უფრო ნაკლები პრეპარირება ჭირდება. ვინირი ადჰეზიური სისტემაა და ზედაპირი ექლებება წინიდან. და ეწებება სპეციალური მასალებით და გვირგვინი მთლიანად ფარავს დაკლებულ კბილს. გვირგვინს დაცვის თვალსაზრისით ხანდახან აუცილებლობა აქვს. კბილის დასაცავად ხანდახან პაციენტს ეუბნები, რომ კბილი, რომელსაც დიდი ბჟენი აქვს, რომელიც დატვირთვას საკმაოდ დიდ სიღებს ღეჭვის დროს, ესაჭიროება გვირგვინი. რაიმე მასალის რომ დაიცვას კბილი გატეხვისგან და უფრო მეტხანს იმუშაოს და ვინირი უმეტეს შემთხვევაში ესთეტიკურ ფუნქციას ასრულებს, კოსმეტიკურს. და პაციენტი არის, ვისაც გამწარებული აქვს ცხოვრება და უნდა რომ შეიცვალოს. მე ვფიქრობ, რომ ამასაც ნაწილობრივ აუცილებლობა ქვია. შეიძლება თუ არა გვირგვინი ფრონტალურ კბილებზე რომ გაკეთდეს? აუცილებლად, როგორ არ შეიძლება, გვირგვინი ყველგან შეიძლება გაკეთდეს. და ვინირი უკანა კბილებზე? ვინირი უკანა კბილებზე არა. რატომ? ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ. თუ ფართე, თუ ჭი კარგი დიდი ღიმილი აქვს? და სურს რომ აი მოლარებზე პრემოლარებზე. კი, მაგრამ მოლარზე თუ გაიკეთა მაშინ მხოლოდ წინა ზედაპირი არ უნდა ჩაერთოს, საღეჭი ზედაპირიც უნდა ჩაერთოს. საღეჭი ზედაპირი უკვე გვირგვინების ძალიან ბევრი სახეობა არსებობს. 3/4 გვირგვინები, 7/8 და ასე შემდეგ გვირგვინის ნაწილი, კბილის გვირგვინის ნაწილი პრეპარირდება, რაღაცა ნაწილი არ პრეპარირდება. ძალიან რთული კონფიგურაციის გვირგვინები კეთდება ხოლმე, მაინდა-მაინც გავრცელებული არ არის ეს. მაგრამ ესე იგი რა გამოვიდა? საღეჭ კბილს წინა მხრიდან რომ ესთეტიკა იყოს დაკლებავ, საღეჭ ზედაპირს იგივე ესთეტიკის ხათრით დაკლებავ და უკანა მხარეს ტოვებ პრეპარირების გარეშე. საღეჭ კბილზე საკმაოდ დიდი დატვირთვა ვითარდება ხოლმე ღეჭვის დროს. თან კბილვას ძირითადად საღეჭი კბილები ქმნიან.
და მე ვფიქრობ, რომ გატყდება მალე. მე მაგალითად არასოდეს არ ვაკეთებ ხოლმე ეგეთ სამუშაოს, არასერიოზულად მიმაჩნია. გააკეთე მაშინ გვირგვინი და დამთავრდა. რომელია უფრო ძვირი? ვინირი უფრო ძვილია, იმიტომ რომ ბევრი წვრილმანი პრობლემები აქვს, რომელიც ექიმისთვისაც უფრო პრობლემურია მუშაობის დროს. ანუ რთულია უფრო ტექნიკურად არა, გასაკეთებლად. ტექნიკურად არა. აი ერთ-ერთ მომენტს გეტყვით, რომ აი მაგალითად დროებითი გვირგვინის გაკეთება პრაქტიკულად ყოველთვის საჭირო ხდება ხოლმე კბილის პრეპარირების მერე, განსაკუთრებით, როდესაც კბილი ფრონტალურ მიდამოშია, როცა ჩანს და განსაკუთრებით, როცა ცოცხალია. ესეთ კბილს ვერ გაუშვებ. დააპრეპარირე და გაუშვი პაციენტი რამდენიმე დღით, ხო, ვერ გაუშვებ. გვირგვინი უნდა დაახურო და ისე უნდა გაუშვა. დროებითი გვირგვინის გაკეთება თვითონ პრეპარირებულ ვინირისთვის პრეპარირებულ კბილზე უკვე პრობლემა ხდება ხოლმე ექიმისთვის. საწოლებელია ბევრი უფრო. ტექნიკოსებიც ყველანი არ აკეთებენ ვინირებს. გვირგვინს აკეთებს ბევრი, ყველა დაჟე ცირკონსაც არ აკეთებს. ექიმი, ტექნიკოსი. ვინირებისთვის ხდება და მათ შორის გვირგვინებისთვის საჭიროა კბილის პრეპარირება. აუცილებლად. სხვა სიტყვებით, საკუთარი კბილი ზომაში მცირდება. მცირდება. არის ალბათობა იმისა, რომ ერთ ექიმთან უფრო ბევრი პრეპარირება გაკეთდეს? რა თქმა უნდა. სხვასთან უფრო ნაკლები. სხვა მივხვდი სიტყვებით, შეგ- ნაკლებად ინვაზიური რა თქმა მეთოდი რომელ რა ექიმთან თქმა უნდა. როგორ შევარჩევთ. დავიწყოთ იქიდან, რომ არსებობს მომენტები, როდესაც წინასწარვე იცის ექიმა კბილის დგომის და სხვადასხვა მიზეზების გამო წინასწარვე იცი, რომ კბილს იმ ხელაზე უნდა გაუკეთო პრეპარირება, იმდენად ბევრი ქსოვილები მოაქლებო, რომ წინასწარვე ეუნები პაციენტს, რომ დეპულპაცია გაიკეთოს, ანუ ნერვი ამოიღოს, მოიკლას კბილი, როგორც ამბობენ ესე ჟარგონზე, ხო? წინასწარ იცი ხოლმე გაჩნია კბილს როგორი დგომა აქვს, ან გადახრილი თუა, ან ყელი გაშიშვლებული თუ აქვს. სხვა შემთხვევაში გამოცდილი ექიმი არ დაკლებავს იმაზე უფრო მეტად, ვიდრე საჭიროა. მით უმეტეს არსებობს სპეციალური ბორები, მარკერები, რომელსაც წინასწარვე იცი, რამხელა სისქი აქვს, რამხელა სიღრმეზე ჩადის. იმის მიხედვით შეგიძლია რომ ღარები გააკეთო და იმის მიხედვით დაამუშავებ და უფრო მეც არ დააპრეპარირებ, ვიდრე საჭიროა. რაც ნაკლებად დააპრეპარირებ, კბილისთვის უკეთესია. იცი რა არის, თანკბილო ახსენე სულ რაღაც 2 წუთის წინ და როგორ ფიქრობ, რამდენად რეალურად აქცევენ ექიმები ყურადღებას ამ თანკბილოს, ანუ ოკლუზიას? არავის არ უყვარს თანკბილვა, არავის არ უყვარს ოკლუზია. ორთოდონტებს უყვარს. ერთ-ერთი მთავარი მტერია სტომატოლოგის. ერთ-ერთი მთავარი ხელის შემშლელი, მაგრამ ნებისმიერი სტომატოლოგი იძულებულია რომ გაითვალისწინოს და პირველ ადგილზე ყოველთვის გიდგას ოკლუზია მაინც. იმიტომ რომ რაც არ უნდა ეცადო, თუ არ გათვლი მაგას, უბრალოდ ფიზიკურად ვერ გააკეთებ რაღაცას, ან და დიდხანს არ იმუშავებს. მაგრამ როგორ უნდა გათვალო? შეხედე, მე ვარ პაციენტი, რომელსაც არ აქვს სურვილი ელოდოს 2 წელი, ატაროს ელაინერები, ან ატაროს ბრეკეტები და უნდა მარტივი გამოსავალი, როგორც არის თქვათ ვინირები ფრონტალური მიდამოსთვის. თუმცა მოდის ვახო ექიმთან, ვახო ექიმი მეუბნება, რომ არა, ჯერ უნდა გამოასწორო თანკბილვა, ჯერ უნდა იარო ორთოდონტთან ვიზიტებზე. არა, მე პაციენტი ვარ, რომელიც გეუბნებ, რომ არა, არ ვარ მზად. აი ამ შემთხვევაში რა ხდება? სად არის კონსენსუსი? უარს ეუბნები პაციენტს. უარს ვეუბნები, ხო? ეხლა როდესაც ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, როდესაც პაციენტი საკუთარი აზრებით და შეხედულებებით მოდის და ცდილობს манипуლირება გამიკეთოს მე და თავის შუაზე წამიყვანოს, ამ დროს მე წინასწარ ვიცი, რომ ეს არ არის სწორი, ხო? რა თქმა უნდა, პრობლემას მივიღებ და რა თქმა უნდა, ვეუბნები პაციენტს, რომ სხვა ექიმი მოძებნოს. რა თუ ამას ლაპარაკი? ყველა ექიმი ესე მოიქცევა. თვალსაზრისით მაინტერესებდა, რამდენად თანხმედრაში ორთოდონტია და ორთოპედია. ამიტომ გავშალე ეს ორთოპედია და ორთოდონტია ისეთ, აი როგორც ცოტა ხნის წინ რომ ვილაპარაკეთ ჩვენ, პაროდონტოლოგი, ქირურგი და ორთოპედი. ერთიანად რომ მუშაობს, ხო? ორთოპედი ამ შემთხვევაში ორთოდონტთანაც არის შეკრული, რას გულისხმობ შეკრაში? გულისხმობ საქმიან ურთიერთობას. არის მომენტი, როდესაც ორთოდონტის გარეშე შენ უბრალოდ ვერ გააკეთებ ვერაფერს, როდესაც კბილის ამოწევაა საჭირო, ან გაწევაა საჭირო. ხშირად ხდება ხოლმე სიტუაცია, როდესაც იმპლანტია გასაკეთებელი და იმდენად ცოტა მანძილია კბილებს შორის, უნდა გაშალო. ხდება როგორ არა? არ გულისხმობ მე ახლა სერიოზულ პრობლემებს. მე უფრო ბანალური მომენტები ვიგულისხმე ოკლუზიაში, როდესაც ვამბობ, რომ რაღაცა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ექიმმა ორთოდონტის დახმარების გარეშე. უფრო ხშირად ესე ხდება ხოლმე. აი ეს როგორც ახსენე ახლა ცოტა ხნის წინ უფრო რთული მომენტი, როდესაც ორთოდონტის ჩართვაა საჭირო და შეიძლება წელიწად ნახევარი გაგრძელდეს ეს ყველაფერი, ხო?
სანამ შენთან გააგრძელებს შემდეგ ეტაპს. ეგ შედარებით უფრო იშვიათი შემთხვევაა, თორე ხლა ისეთი მომენტებიც არსებობს, იმდენად დარღვეული აქვს თანკბილოა და ყბის აგებულება პაციენტს, რომ ხანდახან საკმაოდ რთული, საკმაოდ მძიმე ქირურგიული ოპერაციები უკეთდებათ ხოლმე. კი. და რახან რთულ ოპერაციებზე საუბრობთ, როგორ რა აზრის ხარ პირის ღრუს სრული რეაბილიტაციის მკურნალობის შესახებ? Full mouth rehabilitation. ახლა მაგასაც გააჩნია რას გულისხმობთ ამაში. შეიძლება კბილი არც ერთი არ იყოს. როდესაც არც ერთი კბილი არ არის, სრული რეაბილიტაცია გინდა არ გინდა მაინც უნდა გააკეთო. თუნდაც მოსახსნელი პროტეზები გაუკეთო პაციენტს, ხო? თუ კი გვაქვს კბილები, მაგრამ დარღვეული თანკბილოა, შეიძლება რომ რასაც ამბობდი ცოტა ხნის წინ, შეიძლება ორთოდონტიც დაგჭირდეს, ქირურგიც დაგჭირდეს და ძალიან ხშირად თერაპევტიდან დაწყებული და პაროდონტოლოგით დამთავრებული ყველა ექიმია ხოლმე ჩართული მაგ საქმეში. უმეტეს შემთხვევაში იმდენად არის თანკბილო დარღვეული, რომ საჭირო ხდება ზოგიერთი კბილის დეპულპაცია, წკირების ჩაყენება, გვირგვინების დაყენება, ტაკვების გაკეთება, რომ კბილი აღდგეს და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება ყველაზე ბოლოს იქნება ორთოპედის საქმე. უფრო ხშირად ესე ხდება. საკმაოდ რთული მომენტია, რა თქმა უნდა, პირის ღრუს რეაბილიტაცია მთლიანი, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ თავიდან ვქმნით თანკბილოას, პრაქტიკულად თავიდან ვქმნით, ხო, რეორგანიზაციას როცა ვაკეთებთ, ეს ყოველთვის ბევრ პრობლემასთან არის დაკავშირებული. ბევრად უფრო ადვილია კონფორმატიული მიდგომა, ანუ როდესაც პაციენტის კბილები ქმნის თანკბილოას და იმაზე აეწყობი შენ, როდესაც შენ თავიდან ბოლომდე ქმნი შენ თვითონ, რთულია. შეუძლებელი არა, მაგრამ რთულია. შეიძლება თუ არა რომ ერთ ვიზიტზე ყველაფერი მქონდეს. ერთი ვიზიტის შემდეგ. უმეტეს შემთხვევაში არასერიოზული მიდგომაა. ხო, მაგრამ მე ვცხოვრობ ამერიკაში, ჩამოვედი ერთი კვირით, მჭირდება ქვედა ყბაზე, აი მჭირდება რა ვიცი 4, 5, 6 იმპლანტის, all on 4, all on 6 ჩაცმა მინდა წავიდე მუდმივი კბილებით. შეიძლება თუ არა? მოდი ახლა მაგას შევხედოთ წესების მიხედვით როგორ არის. მე ხშირად გამიკეთებია ეგრე, ჩამოდის უცხოელი პაციენტი, გავაკეთეთ დაუყოვნებელი დატვირთვა და მუდმივი კბილით მიდის პაციენტი. წესით ესე არ უნდა გაკეთდეს. დაუყოვნებელი დატვირთვა როცა კეთდება, დაუყოვნებელი დატვირთვა ნიშნავს, რომ 48 ან 72 საათის განმავლობაში მაქსიმუმ პაციენტს კბილები უკეთდება. წესით არ შეიძლება რომ პაციენტს ჰქონდეს მუდმივი კბილები. დავიწყოთ იქიდან რომ ტექნიკოსი ვერ მოასწრებს ფიზიკურად, მეორე გაკონტროლების საშუალება არ ექნება პაციენტს უნდა გაფრინდეს. შესაბამისად ყველა ვარიანტში უნდა იყოს. ეს ჩემი მიდგომაა, მე ესე ვცდილობ ხოლმე მოვიქცე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ მოუქცეულ ვარ ისე როგორც აღვნიშნე ცოტა ხნის წინ. გამიკეთებია მუდმივი კბილები, როდესაც პაციენტს არ ქონდა სხვა შანსი. თორე წესით უნდა გაკეთდეს კომპოზიტის ან პლასმასის კბილები. და როდესაც დადგება უკვე ის დრო, როდესაც პაციენტი გეგმის მიხედვით აპირებს გაგრძელებას, აი მაშინ უნდა შეიცვალოს უკვე ეს ყველაფერი მუდმივი კბილებით. თორე დაუყოვნებელი დატვირთვის დროს 48 საათში ძალიან ხშირად ვაკეთებთ ხოლმე კბილებს. მაგას ბევრი მომენტი განაპირობებს. პირველ რიგში რო გეგმავ ერთ რაღაცას, რას მიიღებ ოპერაციის შემდეგ, არ იცი ზუსტად. ტორკი უნდა იყოს ჯერ ერთი იმდენი, რამდენიც შენ მოგცემს საშუალებას, რომ ის დაუყოვნებლივ დატვირთო. მაგაში ძვალმაც უნდა შეგიწყოს ხელი, მაგას ძირითადად კომპიუტერული კვლევისას წინასწარ მიახლოებით ხვდები, მაგრამ 100%-ს ვერ გაიგებ მაგისას. ყველაზე ბოლოს მაგას ხელით სინჯავს სპეციალური ინსტრუმენტით და ნახავ. თუ მიიღე, რაც გიწყობს ხელს, აგრძელებ თუ არა და ეუნები პაციენტს და რომ ეხლა უნდა შევწყვიტოთ დაუყოვნებელი დატვირთვისთვის ხელშემწყობი პირობები არ არის, ეს პაციენტმა წინასწარვე უნდა იცოდეს. ყოფილა შემთხვევები ეხლა ჩვენთან მოსულა პაციენტი, დაუგეგმეთ და უთხარით, რომ დაუყოვნებელი დატვირთვა არ არის მაინდა-მაინც მიზანშეწონილი და რეალური. წავიდა მე უკმაყოფილო გაიკეთა სხვაგან და რამდენიმე დღის მერე მოვიდა, რამდენიმე კვირის მერე მოვიდა, 6 იმპლანტი გაიკეთა, იქიდან ერთი იყო მარტო ისეთი, რომელზეც შეიძლებოდა გვირგვინის გაკეთება. მერე მოდის და რამე მიშველეო გეუბნება, რანაირად უნდა უშველო, შენი გეგმა ხო შეადგინე. პაციენტი რომელიც არ დაგეთანხმა, იმასთან ერთად როგორ შეიძლება შენ რო საქმე გააკეთო, ხო? იმან სხვა გეგმა შეარჩია, მოძებნა სხვა ექიმი და ჯობია რომ იმათმა დაამთავრონ, თავიანთი დაწყებული. ანუ ზოგჯერ არის თქმა გიწევს. გიწევს. რეალობას უნდა უყუროთ, ხო? ფაქტია. აი ამ ხელა გამოცდილების ექიმი ხარ. საკმაოდ მნიშვნელოვანი და სერიოზული კითხვა მინდა დაგისვა.
რას ურჩევდი ახალ დამწყებ ექიმებს? იმიტომ რომ დამწყები რო ხარ, გინდა ყველაფერი, მაქსიმალისტი ხარ. ეგ ძალიან კარგია მე. კარგია. როდესაც ყველაფერი გინდა და ყველაფერს ცდილობ, უმეტესი ნაწილი გამოგივა, რაღაც არ გამოგივა, მაგრამ უმეტესობა მაინც გამოგივა, ხო? ანუ რისკიანი უნდა იყო. უნდა იყო რისკიანი, მაგრამ უნდა იცოდე ეს რისკი რას მოიცავს და რა არის რისკი, ეს უნდა იცოდე პირველ რიგში. დავიწყებ იქიდან, რომ კიდევ ვიმეორებ, რომ ძალიან კარგი ახალგაზრდები არიან, ყოველ შემთხვევაში მე ვისაც ვიცნობ ესეთები არიან, პრაქტიკულად სულ ყველა. საკმაოდ ბევრი არის, მათ შორის ისეთი, რომელსაც კარგი განათლება აქვს, მით უმეტეს ახლა ბევრად უფრო ადვილია განათლების მიღება, ხო? ბოლოს და ბოლოს ონლაინ შეიძლება კურსების გავლა, 1000 ინფორმაცია არსებობს ინტერნეტში, Google-ში, იგივე ვახსენეთ ცოტა ხნის წინ AI ხო მართალია? შეიძლება ყველაფერი მართალი არ იყოს, მაგრამ სტატიას რომ იგითითებს გვარით და წლით იმ სტატიას მოძებნი ბოლოს და ნახავ რომ მართალია. მით უმეტეს ახლა იმას შეიძლება საკუთარი აზრი მოგცეს AI, მაგრამ ჭეშმარიტებას შემოტრიალებულს ვერ მოგცემს. ხო? ის ინფორმაცია ტყუილი ხო არ ექნება ჩადებული. რაღაცა გესს მაინც მოგცემს. შესაბამისად, ახალგაზრდებს მე მხოლოდ კარგი კუთხით ვუყურებ და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ჩვენ რო გქონდა საშუალება განათლების, გაცილებით უფრო მეტი საშუალება აქვს მაგათ და გაცილებით უფრო მეტი იციან ვიდრე ჩვენ. ჩვენ რა თქმა უნდა ის მასალა, რასაც ახლა ახალგაზრდები სწავლობენ, ჩვენც ვიცით, ჩვენც შეგვიძლია ხო იმათთან ერთად რომ წავიკითხოთ ეს კვლევები და ასე შემდეგ ახლები. და ჩვენ გამოცდილება გვაძლევს რაღაცა პლუს, ძველს. და ახალგაზრდებს უფრო მეტი ინფორმაციის საშუალება აქვთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ინფორმაცია ჩვენ არ აგვაქვს, რაც ახალგაზრდებს. უბრალოდ მე რისი თქმა მინდა, ჩვენთვის ბევრად უფრო რთული იყო ამის ყოველთვის მოპოვება. ახლა რაზეა საუბარი? ეხლაც მაქვს მე ის პროსპექტია ლამაზი ჟურნალია, სადაც MAS-ით აქვს დაწყებული ალბათ სტომატოლოგების, არ ვიცი, ალბათ კი, MAS-ით დაიწყო იმპლანტაცია. გამოცდილება ვისაც აქვს ალბათ 100%-ს მუშაობა, ხო და ეხლაც მაქვს მე შემორჩენილი ის ლამაზი პროსპექტები, პატარა ჟურნალები, სადაც ანაბეჭდის აღების მეთოდებია ჩამოწერილი. აი თავისი ილუსტრაციებით. არა და დღეს ეტყვი ხელოვნურ ინტელექტს, რა ვიცი, მომიძებნე ესა და ეს და YouTube-ში ფილმები შეგიძლია ნახო. ვებინარები ცალკე და პოდკასტები ისწავლო. რა თქმა უნდა, ახლა ბევრად უფრო ადვილია ეს. შესაბამისად, თორემონდო ახალგაზრდებს ჩემგან სასწაული ჩემი აზრით არაფერი არ ჭირთ. არა, რამდენი მოდის ახლა ჩვენ ხო ვატარებთ სასწავლო ლექციებს, ხო რამდენი ადამიანი მოდის შენთან, რამდენი ადამიანი სწავლობს. არა, ეს სხვა თემაა. გამოცდილება კიდე სხვა რამეა. არა, გამოცდილება რა თქმა უნდა სხვა. გამოცდილებას ვერ ისწავლი. კი. გამოცდილებას ვერ ისწავლი, თავისით მოდის. მხოლოდ მუშაობის და შეცდომების შედეგად. მაგრამ მე რისი თქმა მინდა, რომ ადამიანი, რომელსაც ნასწავლი აქვს ეს ყველაფერი ანატომიიდან დაწყებული, პაციენტთან ურთიერთობით დამთავრებული და პლუს აქვს ახლა უზარმაზარი საშუალება, რომ ეს ყველაფერი დაგუგლოს ბოლოს და ბოლოს, ხო? სტატიები მოიძიოს. აი მე მახსოვს, ჩემს მეუღლეს დისერტაციას როცა იცავდა, ხო? კაი ხნის წინ იყო ეგა და არ არსებობდა, აი ესეთი ინტერნეტი როგორ არ არსებობდა, მაგრამ ისეთი ინტერნეტი რომ დაგუგლავ, რაღაცებს გამოიღებ, არ არსებობდა, არსებობდა სპეციალური რაღაცნაირი ოფისი იყო, მაშინ კალინინის ქუჩა იყო, ტრავმატოლოგიური უზარმაზარი საავადმყოფო იყო. და იმის პირველ სართულზე იყო ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული, სახელი არ მახსოვს იქ. რამდენიმე ჩემი ნაცნობი მუშაობდა და სტატია რომ ამოგვებეჭდა, მაგისტვის მივდიოდით, წინასწარ ვიღაცას ურეკავდით, უთანხმდებოდით, მახსოვს ახლა ისეთი პერიოდი იყო, სიცივე იყო, ყინვა იყო, ნახევარჯერ დენი არ იყო, მიხვიდოდი და გეუბნებოდა რომ ახლა არა გვაქვს დენი და აი რაღაცა პერიოდის მერე ამოვიღებ თანაც ის სანამ იმის ამობეჭდვას დაიწყებს და სანამ იმის დამახსოვრებას დაიწყებს შუალედში დენით უწავი და თავიდან აქ დასაწყები მერე ამას ვამბობ რომ ეს ახალგაზრდებისთვის არა აქტუალურია ამას ვიღაცას რო უყვები არ დაგიჯერებს ნუ მე რაღაცები მახსოვს ახლა მახსოვს ინტერნეტ კაფე მახსოვს ფლოპი დისკები და ასე შემდეგ კარგი, ვახო. ნელ-ნელა ჩვენ დასასრულისკენ, ესე ვთქვათ, მივდივართ და პატარა ბლიცი მინდა, რომ, ესე ვთქვათ, ჩავატაროთ. ყავა თუ ჩაი? ყავა.
დილა თუ ღამე? აი ეგ განწყობას გააჩნია. დილას და ღამე. უფრო დილა. უფრო დილა. ზაფხული თუ ზამთარი? ზამთარი. ზღვა თუ მთა? თა. ქალაქი თუ ბუნება? ბუნება. წიგნი თუ ფილმი? წიგნი. ერთი ფილმი, რომელსაც ყველას ურჩევდი. რა ვიცი, ხა ფილმები ძალიან მიყვარს. ამ წუთას ამ მომენტში ერთადერთი გამომივარდება თავში რევოლვერი გაირიჩის. კლასიკა. ოკეი. ხო, არ არის მაინდა-მაინც პოპულარული. ვერ დავარქმევდი კლასიკას. ეხლა მე პაციენტებთან ხან ვიღაცებთან მიწევს ხოლმე რაღაც ესეთ რაღაცებზე თემები რო ჩამოვარდება ხოლმე და უმეტესობას ნანახი არა აქვს და არ იცის ფილოსოფია ამ დროს. თუ გაირიჩის ფილმს არ გავს, თუ არ წაიკითხავ შეიძლება ვერ მიხვდე და ტაროდან დაწყებული და ასე შემდეგ რელიგიური მომენტები ისეთი ჩადებულია შიგნით, რომ საინტერესო. მიმოხილვას თუ არ ნახავ ან წაიკითხავ, შეიძლება რომ ბევრი რაღაცა ვერ გაიგო. ძალიან სერიოზული თემაა. ძიმეც ყოფილა. საკმაოდ, არა გაქვს ნანახი? არა. ბედნიერი ხარ. ესე იგი ნახავ. ბედნიერი ხარ. მუსიკა თუ სიჩუმე? მუსიკა. ადრე გაღვიძება თუ გვიან დაძინება ალბათ. ისევ და ისევ სიტუაციას გააჩნია. გვიან დაძინება ეს ფაქტია და ადრე გაღვიძება ახლა სამსახურთან არის ასოცირებული. კლინიკაში მუშაობა პაციენტთან თუ ლექციების წაკითხვა? ლექციების წაკითხვა. ვაუ. ავტომობილი თუ ფეხით სიარული? ფეხით სიარული. რესტორანი თუ სახში ვახშამი? აი, ტარატატაი. სახში ვახშამი ალბათ. მაინც. უფრო ისეთი შინაურული სიტუაციაა და მეგობრებთან უფრო ახლო ურთიერთობების დამყარება შეიძლება. კი, სხვა გარემოა. ერთი ქალაქი, სადაც ისევ დაბრუნდებოდი. ვაი, ეგეთი ქალაქები ძალიან ბევრია. კაი, სამი ქალაქი. სამი ძალიან ცოტა. მოდი ხა ყველაზე ახალს გეტყვი, რომელმაც ახლა შტაბ-ბეჭდილება მოახდინა. ანსი არის ესეთი ქალაქი საფრანგეთში. აი, ერთი თვე იქნება ალბათ დაახლოებით რომ ვიყავი, ულამაზესი ქალაქია. ძალიან ლამაზი ქალაქია. რასთან ახლოს არის? აი, ლიონთან არის ახლოს, ციურიხთან არის ახლოს. ციურიხთან ძალიან ახლოს არის, მე მგონი 40 კილომეტრშია. არაფერი არ არის 40 კილომეტრი. ლიონიდან არის, მე მგონი, მე ლიონიდან ვიყავი, რამდენი კილომეტრია? 120? თან ერთი თვის წინ იყავი, ანუ ზამთარში. და მაინც აი ერთი თვის წინ, შეიძლება ცოტა ნაკლები, შეიძლება 3 კვირის წინ. რაღაც ეგრე რა დაახლოებით. აი, შოკის მომგვრელი ულამაზესი პატარა ქალაქია. იმიტომ რომ ყველაზე ახალი შტაბ-ბეჭდილება თორე მე შეიძლება ზალცბურგი გაგახსენდეს. რომზე რო აღარ ვილაპარაკოთ, ქალაქების დედაქალაქი არის რომი, მაინც ჩემი აზრით. ოკეი, ერთი ჩვევა, რომელიც ყოველდღე გაქვს. რა ვიცი, მაგის თქმაც ძალიან ძნელია, ძალიან ხშირად ეგ დამოკიდებულია ბევრ სხვადასხვა ფაქტორზე. ბუნების სიყვარული, მაგალითად ძაღლი მყავს და ჩემი ერთ-ერთი ჩვევა, რომელიც არის პრაქტიკულად იძულება, ეს არის მისი სეირნობა. შესაბამისად, ჰაიკინგი მიყვარს კიდე ერთ-ერთი ჰობის გამოხატულება შეიძლება ვთქვა ერთ-ერთი ჰაიკინგი და მასთან ერთად მთებია ჩემთან ახლო-მახლო ბორცვები და დღე. და პრაქტიკულად დღე არ გავარო 1 საათი, საათნახევარი იმასთან ერთად არ მომიწიოს ძრომიელი აქეთ-იქით, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ ამას დიდი სიხარულით ვაკეთებ, იმ სიამოვნებს, მაგრამ თან მეზარება საშინად. ძაღლი მაიძულებს. საჭიროა, ხო იცი, დღეში 10,000 ნაბიჯი უნდა გაიარა. და ბოლო კითხვა. იდეაში მგონი უპასუხე, მაგრამ მაინც უნდა დავსვა. ზოგადად სტომატოლოგია ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე რთული და სტრესული სამსახურია, იმიტომ რომ პაციენტი ელოდება ესთეტიკას, ელოდება ფუნქციას, მოეწონება, არ მოეწონება. საბოლოო ჯამში როგორ ისვენებ, რა არის შენი ჰობი? ცოტა ძნელი თემაა, დასვენება. დასვენება ერთადერთი მაშინ გაქვს საშუალება, როდესაც სადღაც ახარ წასული პაესტკაში, თორე ისე აქ ცოტა ძნელია დასვენება, პაციენტის ზარით დამთავრებული, შაბათ-კვირას შეიძლება დაგირეკოს ვიღაცამ რაღაცით, ან ტექნიკოსმა დაგირეკოს რაღაც პრობლემის მოგვარებით. სრული დასვენება 100 წლის მერე გვექნება, მანამდე არანაირად არ გვექნება. იგივე ძაღლი ვახსენეთ ცოტა ხნის წინ, ვინ დამასვენებს? ხო, კარგი, შემდეგი ქალაქი რომელია? ესეთი ფრაზა, რომ როდესაც ყავს ძაღლი, არა გაქვს უფლება რომ სადმე წახვიდე, არა გაქვს უფლება რომ დააგვიანო, არა გაქვს უფლება რომ გაღარიბდე და არა გაქვს უფლება რომ მოკვდე. მიჯაჭვული ხარ? ხო. კარგი, შემდეგი ქალაქი რომელი იქნება? სად დაისვენებ, სად გადაერთვები? არ ვიცი. ჯერ არ დაგეგმილი? ხო, ძირითადად სიტუაციასთან არის. ევროპაში ძალიან ცოტა ალბათ ისეთი ქალაქი, რომელიც არ მინახავს და რაღაც გარკვეული რო იყოს. აი მაგალითად
არა, უნგრეთშიც ვარ ნამყოფი. აზიაში. რუმინეთში არა ვარ ნამყოფი და სურვილი არა მაქვს რომ წავიდე. არ ვიცი რატო. არ ვიცი რატო. ვახო. ბუქარესტი ამ დროს ამბობენ რომ ლამაზიაო. ლამაზია, ალბათ ლამაზი, არც მე არ ვარ ნამყოფი. ხო, არ სურვილი არა გაქვს, ხო ფაქტია. ჯერ ბევრი სხვა მაქვს. რა მაქვს ნანახი. სანახავი. მადლობა ვახო. ძალიან საინტერესო იყო, ვფიქრობ, კარგი ნაყოფიერი. დრო გავატარეთ და ვფიქრობ, ძალიან ბევრი კითხვას კარგი პასუხები გაიცა. მადლობა. დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის და ძალიან საინტერესო იყო თქვენთან ურთიერთობაც, ლაპარაკიც და ძალიან ბევრი საინტერესო შეკითხვა იყო ისეთი გლობალური, რომელზე ლაპარაკიც და რომელზე ფიქრიც დიდხან შეიძლება. კი, შეიძლება გაგვიგრძელდეს. ხო, მადლობა. ამიტომ ჯობია შევწყვიტოთ. კი, მადლობა.